ლაშა გიორგი ბრეგვაძე, ჩემპიონი! აშით შევეგებოთ! სოფლიოს 84 ქვეყნის 1500 მოსწავლეს შორის 15 წლის ლაშა გიორგი ბრეგვაძე მენტალური არითმეტიკის UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრის ჩემპიონია და უმაღლესი ქულებით გრანდ ჩემპიონის ტიტულისა და მსოფლიო თასი 2025 წლის მფლობელია. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რადგანაც მე ძალიან შრომობდი და ვიწეოდი ჩემი მიზნისკენ. და როგორც ჩანს, ჩემი მიზანი აღსრულდა და ძალიან გახარებული ვარ. მე ვამაყობ იმით, რომ ვასახელე საქართველო ამხელა სცენაზე და მინდა რომ საქართველომ კიდე და კიდე ბევრჯერ გაიმარჯვოს. და ეს აუცილებლად მოხდება. ჩემპიონატზე სხვადასხვა ნომინაციაში დამსახურებული ჯილდო და პირველი ადგილი კიდევ ბევრმა ქართველმა მოსწავლემ მიიღო. მათ შორისაა 10 წლის რატი სამადაშვილი თბილისიდან. ძალიან მიხარია საქართველოს რომ გაიმარჯვა და ბევრი ჯილდო ავიღეთ და პირველ ადგილს რომ გავედი, ეგ ყველაზე მეტად გამიხარდა და ასევე ის გამიხარდა, რომ პირველ ადგილას გავიდა 4 ბავშვი და 4 ხელში შევედი. ჩემთვის ძალიან ბედნიერება გამარჯვება და იყო პირველ ადგილოსანი. არ ველოდი თავიდან, სიმართლე მინდა გითხრათ რომ და რომ გამოაცხადეს რომ ანი ავეტისო პირველ ადგილოსანი, ხო ცემლები მომდიოდა თითქოს ძალიან უხელავდი თავიდან. მე რომ გავიგე მეორე ადგილი რომ ძალიან გამიხარდა. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაძლევს სტიმულს რომ უფრო მეტი ვიშნაო და უფრო მეტი გავაკეთო. UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად უამრავი ქვეყანა ერთვება. მასში მონაწილეობის მიღება 5-დან 20 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ. ისტორიაში პირველად წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოა. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო ღონისძიებაა. ჩვენ ვმასპინძლობთ 1500-ზე მეტ მოსწავლეს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს ღონისძიება მხოლოდ განათლებასა და საერთაშორისო კონკურსს არ გულისხმობს. ეს არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ ქართული კულტურა, ჩვენი მასპინძლობა, ინოვაციები და მიღწევები განათლების სფეროში. ღონისძიების მიზანი მხოლოდ გამარჯვება არ არის. ეს არის პლატფორმა, რომელიც ბავშვებს აძლევს შანსს გამოავლინონ საკუთარი უნარები, გაიუმჯობესონ კონცენტრაცია და ლოგიკური აზროვნება, გაიმყარონ თავდაჯერებულობა და შეხვდნენ თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. 3, 2, 1 როცა კონკურსამდე საგამოცდო დარბაზში ბოლო წამებს ითვლიან, მოსწავლეების დაძაბულობა პიკს აღწევს. ცოტათი ვნერვიულობ, მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც მანამდე ვნერვიულობდი და იმედი მაქვს რომ გავიმარჯვო. კონკურსის მთავარ ნაწილს ვიზუალური შეჯიბრი წარმოადგენს. მხოლოდ 8 წუთი აქვთ იმისთვის, რომ 200 მათემატიკური ამოცანა ამოხსნან. ასრულებენ მრავალნიშნა რთულ გამოთვლებს, რაც კონცენტრაციას, სიზუსტეს და სწრაფ მენტალურ დამუშავებას მოითხოვს. 8 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი უნდა გამოვითვალოთ, რა თქმა უნდა სწორიც უნდა იყოს და თავარია ჩვენი თავის გზერდეს. I'm 10 years old. მე 10 წლის ვარ და წარმოშობით ლიბანიდან ვარ, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ და კონკურსშიც საქართველოს სახელით მონაწილეობ. UCMAS გონებრივი არითმეტიკის უნივერსალური სისტემა გლობალურად აღიარებული ტვინის განვითარების პროგრამაა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტს ითვლის. მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და კალიფორნიის უნივერსიტეტი. კვლევებით დასტურდება, რომ UCMAS-ის პროგრამა გონებრივი არითმეტიკის მეთოდის გამოყენებით მიზნად ისახავს ბავშვების კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას, მათ შორის მეხსიერების, ყურადღების, აღქმის, მსჯელობის უნარებისა და თვითდაჯერებულობის განვითარებას. საქართველოსთვის, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. თბილისი 2 დღის განმავლობაში იყო ესეთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი.
სადაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მასპინძლობს აღნიშნული ქვეყნის დელეგაციებს და ეს მომავალში დაეხმარება ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმოაჩინონ საკუთარი თავი. წლევანდელი ღონისძიება აერთიანებს აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებს, ხოლო საქართველო 2 დღის განმავლობაში ახალგაზრდა ინტელექტუალების მსოფლიო ცენტრად იქცა.